მიიღებს თუ არა 186 ადამიანი პოლიტპატიმრის სტატუსს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ სიას პარლამენტი 5 დეკემბერს განიხილავს. მომდევნო სესიაზე იმსჯელებენ 22 პოლიტიკური დევნილის საკითხზეც. განხილვის გადადების მიზეზი კი რამდენიმე ახალი განცხადებაა, რომელიც კომიტეტში შევიდა. პოლიტპატიმრების სიაში მოხვედრილი რამდენიმე პატიმრის ოჯახს დღეს თორნიკე კვარანჩხილაძე ესაუბრა, რომელიც ნობელი პატიმრები მოხვდნენ თორნიკე ჩამონათვალში და რას ამბობენ მათი ახლობლები. Tamtam me vesaubre ერთ-ერთი პოლიტპატიმრის მერაბ რატიშვილის მეუღლე და მისთვის გაუგებარია თუ რატომ გადადო ეკაბესელიას კომიტეტმა იმ საკითხების განხილვა, რომელიც პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილების საკითხს ეხება და ის ამბობს, რომ თუ მთავარი მიზეზი არის ის, რომ შესულია ახალი განაცხადები ქალბატონი ეკა ჯიხვაშვილის განცხადებით უნდა მომხდარიყო ამ განაცხადების ეტაპობრივი განხილვა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია პოლიტპატიმრების სტატუსით სხედან საპატიმროებში, უნდა მომხდარიყო მათი გათავისუფლება. მოუწყობთ აქციას, არ ვიცი რა. რატო არ მოხდა ისე, რომ იმ პატიმრებზე, პოლიტპატიმრებზე, რომლებსაც ყველა ორგანიზაცია თანხმდებოდა და არ იყო კითხვის ნიშანები, რატო არ მოხდა მათი ცალკე გამოყოფა, ცალკე გატანა თუნდაც პარლამენტის სხდომაზე და შემდეგ უკვე დანარჩენების, ვისაც ახლა გაახსენდა, რომ პოლიტპატიმარია, ვინც ხარვეზებით შეიტანა საქმე, რომ თურმე რაღაცა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და ხო შეიძლებოდა, რომ ეს მომხდარიყო ეტაპობრივად და ეს ხალხი არ დასჯილიყვნენ იმის გამო, ვინც ეხა უნდა შეიტანა საქმეები განსახილველად. ჩვენ ვესაუბრეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, როგორც მოგეხსენებათ, საია და კონსტიტუციის 52 მუხლი აღარ მონაწილეობენ პოლიტპატიმრების საკითხების განხილვაში და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკური პატიმრები არის უკანონო განაჩენი და არა დაუშვათ პოლიტიკური პატიმარი პიროვნები და ამ საკითხს უფრო ისეთი ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როცა მოხდა გადადება, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, რომ გადავდოთ და ხარისხიანად განვიხილოთ ყველა საქმეები და ამ კუთხით წინააღმდეგობას ჩვენ დავტოვით ჯგუფი და ანუ ფაქტიურად მოხდა გადადება. ხო, ამიტომ ჩვენთვის არის ეს უცნაური. გარდა ამისა, შესაძლებელი იყო პარლამენტი ცოტა სხვაგვარად მიდგომოდა ამ საკითხს, ანუ იმ საქმეებზე, რაზეც ყველა თანხმდება, რომ ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები, პარლამენტს შეეძლო მიიღო გადაწყვეტილება, ეცნო ეს პირები პოლიტიკურ პატიმრად და სხვა საქმეების შესწავლა გაეგრძელებინა, ანუ ეკაბესელია კი ამბობს, რომ პირველივე სხდომაზე მოხდება აღნიშნული საკითხების განხილვა და რაც შეეხება სტატუს, პოლიტპატიმრის სტატუსს, ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აღნიშნული სტატუსით საპატიმროებში არიან, იმსახურებენ პოლიტდევნილის და პოლიტპატიმრის სტატუსს და ეს სტატუსი მათ შეუნარჩუნდებათ. შესრულებაზე პირველივე სხდომაზე განიხილავს პარლამენტი იმ დამატებით საქმეებთან ერთად, რომელიც ასევე შემოსულია და რამოდენიმე საქმე დამატებით იქნება ასევე განხილული, ანუ შესაძლებელია იმ სიას კიდევ დაემატოს რამდენიმე გვარი. თუ სააკაშვილი აპირებს პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლოს, მე მივესალმები ამ ფაქტს, თუმცა ამ აღიარება სტატუსს ის ადამიანები, ვის პოლიტიკური ნიშნით ციხეებში არიან, იმსახურებენ და მათ ეს სტატუსი უნდა ქონდეს. ამ დროისთვის შესწავლილი საქმეებიდან პარლამენტი 186 ადამიანს უნიჭებს პოლიტპატიმრის აპირებს 186 ადამიანზე პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას, ხოლო პოლიტდევნილზე 22 ადამიანს. გვადოთ პოლიტპატიმრების სიაზე თორნიკე კვარანჩხილაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.